საქმე დილა ბრუნდება პირდაპირ ეთერში, როდის დასრულდება სამუშაოები და როდის ექნება თბილისის განახლებული გენერალური გეგმა და სტიქის შემდეგ რა პრიორიტეტები იქნება დოკუმენტში განსაზღვრული ურბანული დაგეგმარებისა და საკალათო მეურნეობის კომისიიდან გოჩა ბაბუნაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. დილამშვიდობის ბატონო გოჩა. მოგესალმებით. დილამშვიდობის. ბატონო გოჩა, ბოლო ინფორმაციით როგორ მიმდინარეობს დასუფთავების და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა ეტაპზეა ახლა და როდის დასრულდება ის თუ გაქვთ ინფორმაცია? როგორც იცით, უკვე დღეს მეხუთე დღე არის, სარეაბილიტაციო სამუშაოები და დასუფთავება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ვერის ხეობა, ზოოპარკის ტერიტორია, მზიურის ტერიტორია ინტენსიური დასუფთავების ქვეშ არის, მუშაობს ჯარი, სპეცტექნიკა. მეგონი უახლოეს დღეებში უნდა დამთავრდეს და დასუფთავდეს მთლიანად ეს ტერიტორიები. დიახ, ბატონო გოჩა, ამის შემდეგ ალბათ დაიწყება საუბარი იმაზე, რომ ალგრინით სამუშაოები უნდა დაიწყოს. თუ დაიწყო უკვე საკრებულოში მუშაობები ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით იქნება თქმის საკრებულო ამ სამუშაოებში ჩართული და გეგმა თუ არის შემუშავებული რაიმე? რასაკვირველია, გეგმა შემუშავებულია. პირველ რიგში გვინდა დასკვნები გამოვიტანოთ მოხდარი ამ კატასტროფიდან, ალბათ სიჩქარე არ იქნება სწორი, მე გზის აღდგენასთან აქვს საუბარი, ახალი გზის აღდგენასთან აქვს საუბარი, იმიტომ რომ იცით, რომ არ არსებობს არანაირი დასკვნები, არც გეოლოგიური, არც ბუნებაზე დამხედველობის, არც პროექტიც კი, ასე ვთქვათ, არ არსებობს ამასთან დაკავშირებით და გვინდა რომ ექსპერტების მეშვეობით მოხდეს ჩამოყალიბებული დასკვნების განხორციელება და ამის შემდეგ მოხდეს მხოლოდ ამ გზების აღდგენის დაწყება. ბატონო გოჩა, ვერისხეობის ახლებურად დაგეგმარების მიზნით მთავრობა ქმნის სახელმწიფო კომისიას, ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს სწორედ ამ კომისიას და ალბათ ამას გულისხმობთ სწორედ ექსპერტების მუშაობაში. კონკრეტულად თქვენ როგორ იქნებით ჩართული ამ პროცესში და რაიმე გეგმა უკვე არსებობს თუ არა? ძალიან ბევრი ვერსია დასახელდა, რომ აქ უნდა გაკეთდეს სკვერი, უნდა დაიდგას შესაბამისი მოწყობილობები, რომ აღარ მოხდეს წყლის ადიდება. რა მიმართულებით წახვალთ კონკრეტულად? ალბათ მიმართულება იქ უნდა გაკეთდეს ალბათ სკვერი, ზოოპარკიც ალბათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გადატანილი და რაღაც სარეკრეაციო ზონა უნდა შეიქმნას. ამასთან ერთად ექსპერტების დასკვნას როცა მივიღებთ, ალბათ აღდგენის სამუშაოებიც უნდა დაიწყოს გზასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ესტაკადის ტიპის გზა უნდა გაკეთდეს, რათა წყლის გამტანილობა იყოს შენარჩუნებული. ამაზე საუბრობდნენ ძალიან ბევრი ექსპერტები, ქალბატონი ნინო ჩხუბაძე, ბატონი გიგა ბათიაშვილი, თავიდანვე როცა დაიწყო ამ გზის მშენებლობა, ეწინააღმდეგებოდა ეს ხალხი, რომ არ შეიძლებოდა ამ ტიპით და ამ პროექტით იქ ამ გზის გაყვანა. ფაქტის სახეზეა, მივიღეთ ისაც მივიღეთ და უნდა გავითვალისწინოთ შემდეგისთვის, რომ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იყოს სერიოზული გასვლები. ბატონო გოჩა, არის თუ არა გადაწყვეტილი, როდის მოხდება ზოოპარკის გადატანა იმ ტერიტორიაზე, რაც არის განსაზღვრული ამ ეტაპზე? მე ზუსტი რიცხვი არ შემიძლია დაგისახელოს, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ზოოპარკის გადატანა. ბატონო გოჩა, პროექტები ახსენეთ, რომელზეც საუბრობდა ბევრი ადამიანი, რომ მათი გაკეთება რეალურად არ შეიძლებოდა და ეს ძალს მეაყენებდა შემდეგ დედაქალაქს. ამ საეჭვო პროექტების ექსპერტიზა ხომ არ უნდა დაწყებულიყო აქამდე, ანუ ხო არ დაგვიანდა ამ ექსპერტიზა? მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ესე იგი სახელმწიფოს მეთაურის პრემიერის მიერ არის კომისია გამოყოფილი, რომელიც შეისწავლის ამ საკითხებს, ჩართული არ იქნებიან ექსპერტები ყველა მიმართულებით, როგორც გეოლოგები, არქიტექტორები, ასევე ურბანისტები და როგორც ინფორმაცია მაქვს მე, საგამოძიებო ორგანოებმაც დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა. რაც შეეხება დედაქალაქის განახლებულ გენერალურ გეგმას, როგორ ფიქრობთ, დღეს უკვე ნამდვილად დადგა თუ არა საჭიროება, რომ ასეთი გეგმა ჩამოყალიბდეს? ფაქტიურად ამ მიმართულებითაც დაწყებულია მუშაობა, იცით, საკრებულო უპრეცედენტო თანხა 2.300.000 ლარი გამოყო ამ საკითხებისთვის. კონკურსიც გამოცხადებულია, სადღაც 1 აგვისტოსთვის კონკურსი დაიხურება და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს ამ გენერალურ გეგმაზე მუშაობას. თუმცა ამ დროს და ამ დღეისთვის მერის არქიტექტურის სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გეგმაზე მუშაობას. ბატონო გოჩა, ასე ვთქვათ, ბევრია ქალაქში საეჭვო პროექტები, ასე დავარქვათ, რომლის ექსპერტიზაც უნდა განხორციელდეს. რთულია დასახელება, ბევრია თუ ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ რამე
რამე პროექტი არსებობს, უნდა სერიოზულად უნდა იყოს გადახედილი და დასწრები გამოტანილი და მხოლოდ შედეგი უნდა იყოს განხორციელებული. ბატონო გოჩა, თქვენი შეფასებაც გვაინტერესებს, რა გახდა ამ მასშტაბის სტიქიის მიზეზი? პირველ რიგში ალბათ სტიქია ის, რაც მოხდა და ბეთანის მიმდებარედ ეს უზარმაზარი ცის მასა, რომელიც დაახლოებით როგორც სპეციალისტები იძახიან მილიონ კუბამეტრზე მეტი მასა მოწყდა წვიმის შედეგად და ეს ყველაფერი ჩამოიტანა ვერის ხეობაში. იქ იცით რომ გამყინვარება იყო ძალიან მცირე, როგორც კომუნისტების დროს ჩადებული მილები და გვირაბები, ასევე ამ ახალი პროექტით მერე გათვალისწინებული მილები ვერ გაატარეს, მოხდა ის, რომ გამოხეთქა წყალმა ზემოთ და მოხდა ის, რაც მოხდა დატბორა მთელი ტერიტორია. ეს ყველაფერი გამოიწვია. აუცილებლად უნდა გკითხოთ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, ბატონო გოჩა, დღეს ამ მდგომარეობა არის თქვენი ინფორმაციით, მოსახლეობა ყოველწუთიერად ელოდება მაინც განახლებულ ინფორმაციას, რომელიმე მტაცებელი შეიძლება იყოს თუ არა დედაქალაქი. აი ამ წუთისთვის რაც ინფორმაცია გამაჩნია, ესე იგი გამოძახებები იყო ძალიან ბევრი ფაქტიურად სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია თელი ღამის განმავლობაში ამ გამოძახებებზე დადიოდა, მაგრამ ნაპოვნი არაფერი არ არის ჯერჯერობით, როგორც მე მაქვს აი ამ წუთისთვის ინფორმაცია. თუმცა ორ ცხოველთან დაკავშირებით არის ვარაუდი, რომ ის არის ვარაუდი, დიახ, ერთი აფთარია, თუ არ ვცდებით, ერთი მცირე ზომის ვერხვი, რომელსაც ეძებენ. თუმცა ახლა იცით რა არის, ალბათ ზოოპარკის ტერიტორიის ბოლომდე გაწვდის შემდეგ უფრო უნდა გამოჩნდეს რა და როგორ არის, ალბათ ტარდებოდა ზოოპარკში. დიახ, ვერესხეობას რომ დავუბრუნდეთ, რამდენიმე ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ იქ იყო პროექტი დამბის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს თუ განიხილება ამ ეტაპზე დღეს? განიხილება ყველა ვარიანტები, ამიტომ წინასწარ რაღაცა რომ არ მოგვიდეს და მოსახლეობა არ ჩავაყენოთ სწორი ინფორმაცია რომ არ მივაწოდოთ, ჯობია რომ დავიცადოთ. განიხილება ბევრი ვარიანტი, თუმცა დრო უნდა ამას და მე ვთვლი რომ სიჩქარე ამ საკითხში არ არის სწორი და მოსახლეობას გაგებით შეხვდება იმას, რომ საცობები იქნება ქალაქში, იმიტომ რომ ეს გზა ნამდვილად მჭირდება. გზა უნდა აღდგეს, მაგრამ რა ტიპით აღდგება და როგორ აღდგება, მოდით ექსპერტებს დაველოდოთ, არქიტექტორებს, თუმცა დაიდება პროექტი, ეს იქნება საჯარო განხილვის და ალბათ ასე ჯობია მე მგონი, რომ რაღაც კატასტროფა კიდევ ერთხელ არ გამეორდეს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩა, საკრებულოდან გოჩა ბაბუნაშვილი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. დიდი მადლობა ბატონ გოჩას, განვაგრძობთ